მე ამ ბრძოლის წინ შემპირდა ბადურაშვილი რომ კარგ სანახაობას დადგამდა და ვნახოთ რამდენად გამართლდება ჩვენი იმედები ამ ბრძოლაში ერთ-ერთ გამორჩეული ბრძოლასველი აი ამ დაპირისპირებაში ნოდარ რობაქიძე საქართველოს ჩემპიონის ქამრის მერე მე აღარ მინახავს და საინტერესო იქნება პირადად ჩემთვისაც ამ ბრძოლის ნახვა ვნახოთ რა დაწყება ხელი დაწყება ასეც ველოდი მე ვფიქრობ ეს ბრძოლა ესეც გაგრძელდება მე არ მიყვარს ბადურაშვილის ნაადრევი ხელების ჩამოწევა ბრძოლებში ვამჩნევ ხოლმე ხო ბადურაშვილს გამომდინარე იქიდან რომ ამტანია და ბევრს იტანს და ფაქტიურად კარგი ყბა აქვს და ამ შემდეგ ხშირად იცის აი ესეთი უყვართან მაყურებელს ემოციებზე თამაშით შესაბამისად იწყებს ხელების ჩამოშვებას, იწყებს სხვადასხვა შოუს ელემენტების გამოყენებას. არა, აი ახლა აქაც მიიღო რაღაც ხელებში დარტყმები და რინგზეც მეტოქეს ანიშნებს რომ ვერაფერი. ესეც ნაწილია, აი რა სტილზე. კარგი იყო სხვათა შორის. ძალიან კარგად გამოუვიდა ნამდვილად. მაგრამ ბადურაშვილის ბრძოლები დიდად გამძლეობით არ გამოირჩევა. რას ფიქრობ შენ? ამ ტანობით არ ვიძახი. კი ბატონო, შეიძლება დაიღალოს ბოლო რაუნდებისკენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მე ვიცი რომ კარგად არის მომზადებული და ძალიან კარგი მოკრევების წინააღმდეგ აქვს ნაბრძოლი საქართველოშიც. და ის ერთ-ერთი ის მოკრევია, რომელიც არ არჩევს მოწინააღმდეგეებს სიძლიერის მიხედვით და უარს ბრძოლაზე არასოდეს არ ამბობს. ღიმილი თავისთავად მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. რამე მოქმედებაზე გამოწვევისთვის ერთმანეთს იწვევენ იწვევენ ბრძოლის გარდა მიმიკებითაც ჟესტებითაც მეტოქეები კარგი კომბინაცია იყო რობაქიძისგან ტანში დასულებით კი მაგრამ იცავს თავს უნდა ითქვას ბადურაშვილი კი კარგად იცავს თავს უნდა ითქვას რომ ბადურაშვილს აქვს უფრო თითქოს სიმაღლეში უპირატესობა მაგრამ ბრძოლაში არ გამოიკვეთება თუმცა და არც ცდილობს მე მგონი არც ცდილობს მაგის გამოყენებას მაგრამ იმდენად ცოტა არის უპირატესობა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რობაქიძესაც ხელის წვდომი საკმაოდ დიდი აქვს შეხედე და კი და თან აქვს უკან ძალიან დიდი გამოცდილება რობაქიძეს ხო და ეს მცირე სხვაობა მე ვფიქრობ რაღაც მნიშვნელობა აღარ აქვს იმდენად. მიმიკებია ყველა საინტერესო ერთმანეთის მიმართ. მე მგონი რაღაც პირადიც აქვს. კი, ერთმანეთის მიმართ. ანიშნებენ რომ არაფერი არ გამოდის ამ შემთხვევაში. პირველი რაუნდი ნახეთ, საინტერესო პირველი რაუნდი იყო. არ ჯდება ბადურაშვილი, ეხლა მდგომი იღებს სეკუნდანტის დარიგებებს. კუთხეში ცოტა გამხდარი ილია თოფური აყავს მე მგონი. და არც რობაქიძე არ ჯდება. სხვათა შორის ესეც ერთგვარი ჟესტია ხოლმე მოწინააღმდეგის მიმართ, მოკრევების როცა არ ჯდებიან კუთხეში, თქოს საერთოდ არანაირი დაღლილობა. იცი ზოგს არ უხდება. კი, ზოგი სპორტსმენისგან მე გამიგია, რომ ესეთი აქტიური ბრძოლის მერე უცებ დაждდომა და დასვენება რაღაცნაირად აჩერებთ და ურჩევნიათ ხოლმე რომ ეგ არის ნამდვილად მეც მქონია გარდა ამისა ზოგს უხერხულია დაждდომა მოგეხსენებათ დამცავები აქვს ჩიგნით და შორტს ქვემოთ ეს დამცავიც ზოგს აწვება ცუდად და სუნთქვას უშლის და ბევრს ურჩევნია რომ დაისვენოს ფეხზე მდგომა ანუ კრივში პროფესიონალურ კრივში არ არის წესი აუცილებელი რომ დაждდე ერთადერთი წესია კუთხეში როცა ხარ მისული უნდა იყურებოდე რინგისკენ ანუ მიტრიალება სეკუნდანტისკენ
არ შეიძლება. დანარჩენი შეგიძლია დადგე ან დაჯდე უკვე შეიძლება. ძლიერი მარცხენა ჰუკი იყო რობაქიძის. ეს უკვე და რა ძლიერი მარცხენა ჰუკი იყო ასევე ბადურაშვილისგან. ხო გეუბნები ამათ რაღაც პირადი დამოკიდებულებაც აქვს ერთმანეთთან აშკარად. შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. შოუს თავაზობენ მაყურებელს, აი აპერკოტიც ამოუსვეს, სხვათა შორის რაც გვაკლია ხოლმე, აპერკოტებიც აკლიათ ქართველ მოკრივეებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ნოდარობად. აპერკოტი ყველაზე რთულად შესასრულებელი დარტყმაა, ყველაზე ტექნიკურად რთულად შესასრულებელი დარტყმაა და ჩემთვის ყოველთვის როცა მებრძოლი აპერკოტებით მუშაობს, ერთ-ერთი ნიშანია, კი. ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ უმუშავია თავის თავზე. კი ბატონო. საინტერესო, კარგი ბრძოლა მიდის ნამდვილად. მიხედავთ. ცოტა გამრავალფეროვნება. კარგი, დარტყმები корпуსში. მე მგონი იგრძნო ბადურაშვილმა, მაგრამ არ იმჩნევს. ხო, ზუსტად მე მგონი გათვლაც ეგ არის, რომ მოაჩვენა. ბიჭებმა რაღაცნაირად კარგ ხასიათზე დამაყენეს მეც თავისი ელემენტებით. ღიმილებით, აცელებით, დაცვაში სხვათა შორის კარგად მოქმედებენ. როგორც ერთი ისევე მეორე ხშირად და აი, მოდი. გაცვლები ერთის მხრიდან მეორეს მხრიდან არ ჩერდება. ორივე ატარებს. ორივეს ეხლა გაჩუმდიო ეტყვის აუცილებლად მე რა მაისურაძე, იმიტომ რომ საუბარი ნამდვილად რა და საუბარი ნამდვილად არ შეიძლება რიგს. კარგი დარტყმებია. არა ბიჭები აშკარად გადაადგილებას აი ნახო რა დარტყმები იყო და ყველა მიზანში იყო. ეხლა ოჩახ ბადურაშვილს არ ველოდი ამ აფეთქებას. ნამდვილად კარგი და ის რობაქიძეც დაუდგა რაღაც. კი, დაუდგა და სცადა რომ იგივე შეეთავაზებინა. ეხლა უკვე უნდა გააქტიურდეს და რობაქიძეც ალბათ გააქტიურდა. ნამდვილად კარგ ბრძოლას ვადევნებთ თვალს. რაღაც აი მგონი ღიმილის ადგილი აღარ არის ამ ბრძოლაში და ხო უკვე უნდა იზრუნოს რობაქიძემ რომ ეგ ღიმილიც მე მგონი უკვე იმის მანიშნებელია რომ უკვე დროა იმოქმედოს რამე ანალოგიური შესთავაზოს. კარგად გააჩერა ბადურაშვილმა ეხა წინა ხელით. და რამოდენიმე ძლიერი დარტყმაც მიაყენა სახეში. კი. თუმცა რობაქიძემაც უპასუხა და მე მგონი ოპერატორსაც გაარტყეს ამასობაში. კარგია, კარგი რაუნდი იყო. დაიძაბა, მუხტი აიწია, მოემატა. კი, საღიმილოდ საქმე აღარ გვაქვს, უკვე უნდა გადავიდეთ სერიოზულ მუშაობაზე, იმიტომ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი. საით წავა ბრძოლა. ეს რაუნდი ბადურაშვილს გავატანოთ, ხო? ნახოთ რა მოხდება მესამე რაუნდში. ხედავთ გულშემატკივრების გამხნევება რობაქიძის მიმართ, თვითონაც ამხნევებს თავის გულშემატკივარს, მრავლად არიან მოსულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან გულშემატკივრები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივარმა აუცილებლად უნდა იაქტიუროს და მე მგონი ისეთი შოუა თეონა რომ თუ კი საბრძოლო სპორტი გიყვარს, ესეთი შოუ არ უნდა გამოტოვოს არავინ. ნამდვილად. მით უმეტეს რომ დასწრება არ არის ხოლმე სირთულეებთან დაკავშირებული, არც ბილეთი და გვიძლი იყო ლევან, გვიძლი იყო, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ კი. პირველი დარტყმა გვიძლში იყო ზუსტი. წავიდა დარტყმების გაცვლა კიდევ სახეშიც უკვე რობაქიძე გაბრაზდა მე მგონი. შეხვა მიდის. ოჩახ ბიჭებს. თავს არ ზოგავენ იმისთვის რომ შექმნან სანახაობა. ზუსტად ამისთვის უნდა ვიაროთ კრივის სანახავად, რომ ეს ბიჭები თავის ჯანმრთელობას იმეტებენ არა მარტო საკუთარი გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენთვის სანახაობის შესაქმნელად. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ სპორტსმენებს და დავაფასოთ მათი შრომა ჩვენი წასვლით ამ ტურნირებზე.
კარგი მარცხენა ჰუკი იყო და კარგი პასუხიც იყო რობაქიძესგან. კლინჩი მუშაობას ისევ დასვენება ურჩევნიათ ბიჭებს, მაგრამ შეხედე. კარგი აპერკოტი რობაქიძისგან, მაგრამ ბადურაშვილმა 2 ჰუკით ზედიზედ ზოლის ფრაგმენტიც. და კაპი უნდა გაჩერდეს. კარგი აპერკოტი იყო. ოჩახ ბადურაშვილს სიმართლე გითხრა მე არ ველოდი. ბევრი არ ელოდა სხვათა შორის დავით ბადურაშვილისგან და ყველასთან ვამბობდი რომ იოლი ლუკმა არავის არ იქნება დავით ბადურაშვილი პროფესიონალურ კრივის რინგზე, მით უმეტეს მე ვიცოდი ამ ბრძოლის წინ მისი განწყობა და мотиваცია. მე ბრძოლი ბიჭია ყოველთვის, იბრძვის, შედის ბრძოლაში, აქვს ქარიზმა, აქვს ხასიათი, აქვს ამტანობა. მიყურს, მე არ მეგონა ეს გამძლეობა თუ ბადურაშვილი უკეთესი იქნებოდა ამ ასპექტში, არ მეგონა ნამდვილად, მაგრამ საქმე გვიჩვენებს ამას, რომ ოჩახ ბიჭებს. კარგი მარჯვენა ჰუკი იყო რობაქიძისგან. მარცხენა ჰუკიც ახლა ორივე მიზანს მიაღწია. კი ბატონო, რობაქიძე. მაგრამ პასუხი არ აგვიანებს, არც ერთი არ აგვიანებს. კი ბატონო, ძალიან კარგი ბრძოლა, თუმცა მე ამ რაუნდს მაინც უკვე რობაქიძისკენ პირადად მე წავიღებდი ყოველ შემთხვევაში. კარგი ბრძოლა იყო ნამდვილად, ახლო ბრძოლა. ახლო ბრძოლა. სისხლიანი, ხედავთ. რა წონაში არის ეს ბრძოლა, ლევან? 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასპარეზობენ ეს მოკრივეები. კარგი წყვილია ნამდვილად. და ბოლო რაუნდი. და საქართველოს დროშაც მკერდზე. კერძე საქართველოს დროშა. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ბადურაშვილს კიდევ ბორჯღალი. კარგია. ჩვენ დავინახეთ პირველ რაუნდში როგორ იცავდა თავს ბადურაშვილი. შემდეგ აღარ უცდია მსგავსი თავდაცვა. შემდეგ საინტერესო ეპიზოდი კიდე ერთი, აი მართლა რომ ვერ მოიწყენს გულშემატკივარი, მაშინაც კი როცა ჩეხვა არ მიდის. კი. ესე იგი, ყველანაირი მომენტი ვნახეთ ამ ბრძოლაში. ჩეხვაც, კლინჩიც, შოუს ელემენტებიც. კი ბატონო. კარგი ბიჭები არიან. ცეკვაც იყო, მე მგონი. კარგი შოუ შემოგთავაზეს ბიჭებო, ყოჩახ. როგორც თქვი, ყველა მაყურებლის გემოვნება არის სხვადასხვა კრივში, ამიტომ ყველანაირი სპორტსმენები უნდა ყვავდეს, რომ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დავაინტერესოთ. კი ბატონო. და ყვავს კიდეც მე მგონი. კი, ყვავს ნამდვილად. ამ შოუზე ნამდვილად ყველა სტილის მოკრივე იყო გამოსული. გვიძლი ისევ მოსინჯა. მარჯვენა ჰუკი დაასწორო, რობაქიძე გააქტიურდა და სიზუსტე დააკლდა ბადურაშვილს უკვე დაღლილობაც ალბათ თავის კვალს ტოვებს ამ შემთხვევაში იბრძვის არ აკლებს, თუმცა სიზუსტე ისეთი აღარ აქვს როგორც წელს რაუნდში. წეგან შენ აღნიშნე რომ ცოტა მაღალია, ხო? ბადურაშვილი და ნახე როცა ამ დისტანციაზე მიდის ბრძოლა, იმისთვის უფრო არაკომფორტულია, ნახე ზედმეტად მოხრილია, შეიძლება კიდური ცოდნა გრძელი აქვს და შესაბამისად რობაქიძეს დარტყმები უფრო აღწევს ახლო ბრძოლაში მიზანს და უფრო სწრაფი არის კუნთის სიგრძიდან გამომდინარე და აი ესეთი პატარ-პატარა მომენტები საბოლოო ჯამში მოქმედებს საერთო სურათზე. აი, უკვე დისტანციაც ვეღარ იგრძნოდა.
მგონი უკვე ამ რაუნდში მოიპოვა უპირატესობა რობაქიძემ. თუმცა არა, პასუხობს. არ ნებდება ნახე რა სათავრებენ რაუნდის ბოლოს ბიჭები. ყოჩა. საღოლ, აი. სად ნახავთ ასეთ კრის? არსად. მეგობრებო, უცხოეთშიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გულშემატკივარი ტაშ დაუკრავდა ესეთ ხასიათს. ბრძოლის ბოლოს აი ასეთ გაცვლებს. კარგია. ურთულესი დაპირისპირება აქვთ მოკრივეებს. და აი ხედავთ, არ ჩერდება რობაქიძე, არ ჩერდება არც ერთი წამი და ძალიან სახიფათოა ბადურაშვილი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს და კი, ბადურაშვილი ცოტას შეისვენებს და მე ისეთ სერიას გვთავაზობს. აი როგორც ახლა და კი. ყოჩა გვიჭებს. ნახოთ გასაუბრება, ხელი გაუშვი. რაღაც გაუგებრობა მოხდა. გაუგებრობა მე მგონი გადაწყვეტილია, რინგზე ვიყავით. მხოლოდ ემოციების ბოლო ტალღა იყო, კონკრეტი არაფერი. ახლა კი ვნახოთ რომელიც საჯმა ძალიან მალე მოაგვარა. ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი აი ესეთი ორთაბრძოლა გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მოკრივეები არიან და მადლობას ვეთყვი ორივე მათგანს კიდევ ერთხელ. მხოლოდ საუკეთესოს უსურვებ, ორივეს სეკუნდანტი ყოფილი არ გაგიკვირდება და კარგად იცი მათი შესაძლებლობები, მათი პიროვნებაც, მეომარი მებრძოლი ბიჭებია და დიდი დაფასება სჭირდება. არ გამიკვირდება ორივე სეკუნდანტი რო ეყავ, იმიტომ რომ ყველა ქართველი მოკრივის გვერდში ხედავ ყოველთვის. კი ბატონო, თუ რამე შემიძლია, ჩვენი მუდამ თქვენ ძალიან სამსახურში. ხარდამჭერი ხარ, ასე რომ ჩემი პირადად ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მადლობა ესეთ შეფასებებისთვის. მაგრამ თავარია თქვენ რას წარმოაჩენთ რინგზე და აი ამ შემთხვევაში კიდევ მე მიხარია რომ ჩემს იმედებს და ყველა ქართველი კრივის კომაგის იმედებს ძალიან ხშირ შემთხვევაში ამართლებთ ქართველი მოკრივეები. ისევე როგორც ეს იყო ძალიან კარგი ბრძოლა და საომავლო და ძველით 4 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ამ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ ლურჯ კუთხეში ნოდარ რობაქიძეს მიენიჭა გამარჯვება, თუმცა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავით ბადურაშვილს